უნდა ჩატარდეს გამჭვირვალე გამოძიება და უნდა მოხდეს რაიონის მოსახლეობა და თელმა საქართველოს მოსახლეობა უნდა მიიღოს ის ინფორმაცია რა მოხდა დეტალურად და რა იყო. როგორც ყოველთვის ცნობილია დაახლოებით 1 კვირის წინ აი ამ შენობაში ხაშურის პრესის შენობაში გარდაიცვალა გაურკვეველ ვითარებაში სესო ქიმერიძე. ჩვენ გვაქვს საფუძვლიანი ეჭვი, რომელიც ადამიანი დაეკვირდება რა არ ადამიანის და წამებას და ამიტომ ვითხოვთ ამ საკითხის ობიექტურ გამოძიებას, რადგან ძალიან ბევრი ეჭვი არსებობს, ძალიან ბევრი კითხვა, იგივე პრესით გავრცელებული ინფორმაცია, იგივე ის ფაქტი, რომ ოჯახი არის ნამდვილად დაშინებული, იგივე ის რომ ამ ადამიანს არ ჰქონდა სტატუსი, რაც ის ამ შენობაში იმყოფებოდა 6 საათის მანძილზე. და ჩვენთვის არ არის ცნობილი რეალურად რა მოხდა ამ შენობაში და ამიტომ მთელი მტკიცების ერთი ეკისრება სახელმწიფოს, რომელიც არის ვალდებული ყველა ჩვენს კითხვას გასაცდელი და გითხრას რა ვითარებაში გარდაიცვალა აქ სესო ქიმერიძე. სამწუხაროდ მე არ მაქვს იმედი, რომ მთავარი პროკურატურა ამ საქმეს მიუკერძოებლად გამოიძიებს. მაგრამ მე მაქვს იმის იმედი, რომ ჩვენ დავძლებთ საზოგადოებრივ აპათიას. ანუ იმ შის, რაც ჩვენ საზოგადოებაში არის გამეფებული, ის რომ ყველა არის დარწმუნებული იმაში, რომ ქიმერიძე მართლაც შეიძლებოდა დაქვემდებარებოდა წამებას და არასათანადო მოპყრობას ამ შენობაში და ყველა არის დარწმუნებული იმაში, რომ გამოძიებას დიახაც ობიექტურად არავინ აპირებს, მაგრამ ამასთან დაკავშირებით ხმას არავინ იღებს. ეს არის 1 მეტრა, ახალგიდა, ზემოდან. რომელი კიდან გადმოვიდა ეს ძალიან ყველაფერზე კიდევ გიმეორებ თქვენ კითხვები გაქვთ, მე გასახებ თქვენ წამოთვლილ კითხვებზე რომ თუ რაიმე კითხვა გაქვთ, მიმართეთ შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში. ოფიციალური ვერსიით ქიმერიძე გადმოვარდა მეორე და მესამე საფუძვლებს შორის კიბიდან. ასეა? ყველაფერზე მიმართეთ ყველანაირ პასუხზე შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესცენტრს. ყველაფერზე მიმართეთ შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესცენტრს. პრესსამსახური ჩვენი პრესსამსახური არის შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახური. შენობაში არის პრესსამსახური. არის შინაგან საქმეთა სამინისტრის. ნებისმიერ კითხვაზე რაც თბილისში უნდა წავიდე და თბილისში უნდა მიმართოთ შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესცენტრს. თბილისში რა იციან აქ რა მოხდა? მე თქვენ გეუბნებით რაც თქვენ გაძლევთ პასუხს ყველაფერზე თუ რამე კითხვები მიმეორებთ ერთი და იგივე პასუხს მიმართეთ ყველანაირ კითხვები რაც გაგიჩნდებათ შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესცენტრს. კითხვას დაგიხოთ. აი ეს ხო არის კამერა. ყველაფერზე მიმართეთ ალბათ 360 გრადუსის უკაცრავ თქვენი სახელი და გვარი შეიძლება გითხრათ. ყველაფერზე მიმართეთ შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესცენტრს. აი ძალიან ნახოთ, რა კამერა გამიხდა რა ძალიან. აქ ჩვენ სულ ვართ ძმაო. სულ აქ არა ხარ, გუში ვიყავი და აქ არავინ არის და ეხლა რატო გუში ვიცი აქ რო იყავი, მე აქ ვიყავი სახში, გუში შე რო აქ ვიყავ. აი ხომ აქ მოხვედი. ხო და დატოვეთ რა და იმას კი. არანაირად, აი არ უნდა არავისთან არ სულს ოჯახს საუბარი რა, არავისთან რა. პირველი გისაგებრო ზომბე ვარ ბექა გულხურმე და ხო და არაფერებს პირველ დასამარად არ ჩვენ არა გვაქვს ხვალეში თქვენი ნება და თქვენი გადასაწყვეტია ჭირის უფლები ხართ მეზობლები ხართ ნაცნობი ხართ არა აქ ჩემი საქმე ხო პროსტ ესეთი დღეს თუ გაგიძა და სულყოლანი ვიქნებით ამ დღეში რაც ავარ თქვენი ცისია რომ უკვე ხალხი შეწუხებულია რა ყოველთვის შეწუხებულია იმით რომ გამოდია და იძახიან რომ სოფელი ხუშკეტია არ არის სოფელი რომ უკაცი ლაპარაკობს ძალიან რა ეს ეხა საიდან იცოდით აქ რომ მოვდიოდით არა ინტერესებს ოჯახს არ გადაღება არა ინტერესებს არც სიმართლე არც ლაპარაკება ოჯახს არ აინტერესებს სიმართლე აი რა სიმართლე უნდა სიმართლე რაც იყო ხო ოჯახის ახლობელი მეუბნები და ნათესავი მეუბნები რომ სიმართლე უკვე დადგენილია და მეტი რა სიმართლე გაინტერესებს აი რა სიმართლეს ეძოთ მე სხვა როგორ უნდა ამოიღოს ხმატო დავძანეთ რა თუ შეიძლება ძალიან დავძანეთ და ჩვენ გვესაუბრეთ მე მგონი ოჯახიდან დავძანეთ და ოჯახის წევრი ვარ ნათესავი არანაირად არ ხართ არც ნათესავი და არც და მე მგონი რა თქვენ წავედ